მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ მომავალ დროზე. Future simple, ანუ მომავალი მარტივი დრო. როგორი სტრუქტურა აქვს ახლა ამას? თხრობით წინადადებაში სუბიექტი, will და ზმნა. ყველა პირში რიცხვში ასე იქნება. მაგალითად, I will go, you will go, she will go, he will go, it will go, we will go, you will go და they will go. ხოლო კითხვითში იქნება will, შემდეგ სუბიექტი და შემდეგ ზმნა. Will I go? Will you go? Will she go? Will he go? Will it go? Will we go? Will you go? და will they go? ხოლო უარყოფითში იქნება სუბიექტი will not და აგრეთვე მისი შემოკლება არის won't და ზმნა. I will not go, შემოკლებით I won't go, you won't go, she won't go, he won't go, it won't go, we won't go, you won't go და they won't go. ახლა როდის ვიყენებთ ამ დროს? ვიყენებთ სულ 3 შემთხვევაში. პირველი, როდესაც გადაწყვეტილებას მომავალზე ამ წუთს ვიღებ. მაგალითად, წყურია, წყალს დავლევ. წყურია და ახლა მივიღე გადაწყვეტილება ამ მომენტში, რომ წყალს დავლევ. I'm thirsty, წყურია, წყალს დავლევ. I will drink water. ტელეფონი რეკავს, მე ვუპასუხებ. ტელეფონი ხო ახლა რეკავს, ხოლო ამის საფუძველზე მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვუპასუხებ. ანუ ამ მომენტში მივიღე გადაწყვეტილება. The phone is ringing. ტელეფონი რეკავს, ამ მომენტში ხდება მოქმედება, ხოლო ვუპასუხებ, ახლა მივიღე გადაწყვეტილება I will answer it. მე ვუპასუხებ. ჩვენ პური არ გვაქვს. წავალ მაღაზიაში. ჩვენ პური არ გვაქვს და ამ მომენტში მივიღე გადაწყვეტილება, რომ წავალ მაღაზიაში. მოდით ჯერ პირველი ვთქვათ. ჩვენ არ გვაქვს პური. We don't have bread. წავალ მაღაზიაში. I will go to the store. ახლა მივიღე გადაწყვეტილება. დაღლილი ჩანხარ და ჩაის გაგიკეთებ. ანუ შევხედე ადამიანს, დაღლილი არის და ახლა მივიღე გადაწყვეტილება ამ მომენტში, რომ მას ჩაი გავუკეთო. You look tired. დაღლილი ჩანხარ, ჩაის გაგიკეთებ. I will make you some tea. ესეც ახლა საუბრის მომენტში მივიღე მე ამის გადაწყვეტილება. შემდეგ როდის ვიყენებთ? შემდეგ არის მომავლის წინასწარმეტყველება. მოდი ახლა რა შედის ამ წინასწარმეტყველებაში? ხვალ იწვიმებს. It will rain tomorrow. ის შესანიშნავი ექიმი იქნება ერთ დღეს. ესეც ხო წინასწარმეტყველება არის. She will be a great doctor one day. არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. Don't worry, everything will be fine. ესეც წინასწარმეტყველება არის. ის არ შეჭამს ნაყენს. She won't eat ice cream. რატოა ეხა წინასწარმეტყველება? იმიტომ არის წინასწარმეტყველება, რომ მისი, ესე ვთქვათ, ჩვევების საფუძველზე მე ვამბობ ამას, რომ ის არ შეჭამს ნაყენს. ადამიანმა არ იცის რა გეგმები აქვს, შესაბამისად ვეკითხები, რომ ახლა მითხრას ბოლოს და ბოლოს. What
will you do tomorrow? რას გააკეთებ ხვალ? იქნება ახლა მაინც მოიფიქროს. Oh, I don't know. Maybe I will stay at home. შესაძლოა სახლში დავრჩე. მე არანაირი გეგმა არ მაქვს, არაფერი არ დამიგეგმავს და ვამბობ, რა შეიძლება რომ გავაკეთო, რა შეიძლება რომ ვიწინასწარ მეტყველო, რა შეიძლება რომ მოხდეს. ამიტომ ვხარ რომ I will stay, იმიტომ რომ არაფერი არ მაქვს დაგეგმილი. და მესამე შემთხვევაში ვიყენებთ, როდესაც ვინმეს ვთავაზობთ მომავალში რამეს, ან ვპირდებით რამეს. მაგალითად, არავის ვეტყვი შენ საიდუმლოს, ხომ ვპირდები ვინმეს რამეს. I won't tell anyone your secret. ნუ ღელავ არ დაგივიწყებ. ესეც ხომ დაპირება არის. Don't worry, I won't forget you. გპირდები არ დავაგვიანებ. ესეც დაპირება. I promise I won't be late. კიდევ აღარ შემეშლება ეს. I won't make that mistake again. არ დაგტოვებ მარტო. I won't leave you alone. ესეც დაპირება. That bag looks very heavy. Tanta ძალიან მძიმე ჩანს. I will carry it for you. წამოგიღებ ამას. შეთავაზება. Wait here, I will get the doctor. ექიმს მოვიყვან. Don't worry about dinner. არ იხელვო ვახშამზე. I will cook it for you. მე მოგიმზადებ.